ირაკლი აკობიამ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ გიგი უგულავას მერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ვაკის პარკის გასხვისებასთან დაკავშირებით საეჭვო ფინანსურ გარიგებებზე საუბრობს. ზაზა გაბუნიას განცხადებით 2002-2007 წლებში ვაკის პარკის ტერიტორიის 30% კერძო მესაკუთრეებზე გასხვისდა. გაბუნია პროკურატურისთვის იმ დოკუმენტაციის გადაცემას გეგმავს, რომლის მიხედვითაც კონკრეტული მაღალჩინოსნების ფინანსური გარიგებები და ინტერესები იკვეთება. გაბუნიას თბილისის მერიამ უკვე უპასუხა განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონოდ არაფერი გასხვისებულა. გაბუნიას განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და მის მიერ წამოყენებული ბრალდებები არასერიოზულია. მაშინ, როდესაც ვაკის პარკის ტერიტორია სხვისდებოდა კომერციული მიზნებისათვის, ჩანს საეჭვო გარიგების ძალიან ბევრი ნიშანი. მეწის ნაკვეთები მიყიდებოდა რეალურზე ძალიან ძვირად, ან მეორეს მხრივ ძალიან იაფად და არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც შემდგომში მესაკუთრე უკან ჩუქნიდა თბილისის მერიას არსებულ ტერიტორიას. ამიტომ აი ამ საეჭვო გარიგებების მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების, ფაქტების გამოძიებას მე ვთვლი აუცილებლობად. საჭიროა დადგინდეს კვალი და როლი თბილისის მერის ხელმძღვანელების, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბატონი უგულავასი.